ჩვენი შემდგომი სტუმარი იქნება სოფიო როინიშვილი, მასწავლებელი და საპროტესტო აქციების მონაწილე, მოქალაქე, რომელმაც დაწერა სოციალურ ქსელში სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს და ვიღებ მიილოცვებსო. ოქმი, რომელიც მას ჩაბარდა, თარიღდება 9 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეა, უბრალოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავსო. წერია ამ ოქმში და ახლა სოფიო ალბათ გაერკვა უკვე და მეტში ამ ამბავში რა ხდება რეალურად და გითხარით, ანუ სისხლის სამართლის საქმე აღიზრეს მუსიკოს, რომელიც ასწავლის სკოლაში, დადიხართ მოქალაქეობრივი, ესე იგი, პოზიციის გამოსახატად რუსთაველზე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში, სანამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა დავიწყო არ აღიარებით. მე არ ვაღიარებ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. აი არასოდეს არ ვაღიარებ ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელმაც მე წამართვა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელიც ორი შვილის დედა გამათავისუფლა ორი სამსახურიდან, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელმაც 4 დღე გამომკეტა იზოლატორში, არ ვაღიარებ არასოდეს, თუნდაც, რა ვიცი, სიკვდილის ფასად დამჯდეს ეს ყველაფერი. ეს თავში და ბოლოშიც არ აღიარებით დავასრულებ შემდეგ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, 9 თებერვალს მე მომივიდა 9 არა 10 თებერვალს დამირეკა კურიერმა და მითხრა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩემთან წერილი გამოაგზავნა უბრალოდ ჩემს მისამართზე, აი სადაც ავარ რეგისტრირებული, მიიტანეს ქუთაისში. მე ვთხოვე, რომ დედა, რომელიც დემენცია აქვს, მაინც გაიგო ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც დაებრუნებინა ფოსტაში და შემდეგ ადვოკატი წამოიღებდა. და ზუსტად თარიღი არ წერია, რომელ რიცხვს მე დავებია, იმიტომ რომ მე ყოველ დღე იქ ვარ თუ ტროტუარზე და მარშების დროს პირველად არ გადამიკეტავს გზა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის 7 თებერვლის მარშიდან წამოსულები, როდესაც ჩვენ დავდექით რუსთაველზე და მქონდა გზა გადაკეტილი. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ აზრს, აი მაგალითად, როდესაც ტროტუარის კანონი შემოიტანეს და უკვე ტროტუარიდანაც უნდათ ჩვენი აყარა, რასაც ქვია, აი ჩვენ ისევ ის ხალხი ჩავდექით ჯაჭვში, ვინც ადმინისტრაციულ პატიმრობაზე ვიყავით ის ქალები და მხოლოდ აი ამ 10-12 ადამიანიდან 2-ზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. არა და ბევრი ვიყავით, აი იგივე ანაბდეიანი, რომელიც ხელჩაკიდებული ვიდექით ერთმანეთის გვერდით, ანუ ანას წინააღმდეგ დაიწყო, ლიზი უბილავას წინააღმდეგ დაიწყო და არ ვიცი, ჩვენ ჯერჯერობით ჩვენზე არ დაწყებულა. ეხლა რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ამბავს უკავშირებ მე პირადად აი ჩვენს ვიზიტს სომხეთში. თქვენ იცით, რომ ჩვენ აი ადმინისტრაციულ პატიმრობაზე ვინც ვიყავით ქალები, აი მარიკა არევაძის თაოსნობით დააფუძნა მოძრაობა ქალები პროტესტში. და აი რამოდენიმე ადამიანი აი წავედით რაღაც ექსპრომტად აი ჯედივენსის დასახვედრად, რომ ეს ჩვენი ხმა მიგვეწვდინა ტრანსპარანტებით, დროშებით. ჩვენი პრობლემა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის და ეს იყო ჩვენთვის ორმაგად გულისწყეველი, იმიტომ რომ დრო იყო, საქართველო იყო ამ რეგიონში ყველაზე მოწინავე და არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ ყოფილა ის ქვეყანა, სადაც ამერიკის პრეზიდენტები ჩადიოდნენ. და აი გვინდოდა რომ ეს ჩვენი ტკივილი, ჩვენი გასაჭირი და ჩვენი მდგომარეობა მიგვეწვდინა აი ჯედივენსისთვის და როდესაც დავბრუნდით და აი ტელევიზიებმა, თქვენმა და სხვადასხვა ტელევიზიებმა ეს გააშუქეს, აი რეაქციებს ხვდებით ყოველთვის ტროლბოტების შემოსევებით და ნუ რა წევლა, კრულვა, აი პაპუაშვილმა მოგვიძუნა კიდეც პატივი დაგვდო, რომ ჩვენ ვიყავით ქვეყნის მოღალატეები და სხვა ქვეყანაში გავრბოდით და ქვეყნის მტრებთან, ანუ ამერიკა ყოფილა ქვეყნის მტერი და აიათოლას ფერებში გაანათეს თბილისის ანძა და ქვეყნის მტრებთან ვაპირისპირებთ საკუთარ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ რაღაც
დაიწყეს იმ ცოტა აქტიური ხალხის გამოხშირვა, როგორ ვთქვათ, რომ აი თითქოს გონიათ, რომ აი ჩვენ შეგვეშინდება ახლა და იზოლატორიდან რომ გამოვედი, პირდაპირ ფორმულა სტუდიაში მოვედი და პირდაპირ რუსთაველზე გავედი. ანუ თვითონ რა გადმოსახედიდანაც იხედებიან, თვითონ რო არიან მშიშრები, ლაჩრები, გონიათ, რომ ეხა თქვენ როგორ გონიათ, მე ორი შვილის მარტოხელა დედა, ესე რომ შემშინებოდა, ანუ ციხის ეხა იქ დავდგებოდი რუსთაველზე, მაგრამ აი ვერანაირად ვერ გაგვტეხეს, ვერანაირად ვერ შეგვაშინეს და აი როგორც კი ჩამოვედით სომხეთიდან, მეორე დღესვე უკვე გამომიგზავნეს ეს წერილი. ეხლა რაც შეეხება ამ წერილს 174 პრიმა მოხლის ესა მეათე პუნქტი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, სასამართლომ შეწყვიტა საქმის განხილვა და იქ წერია, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ანუ ველოდებით, რომ გადააკვალიფიცირებენ სისხლის სამართლით. კი ბატონო. ხო, არ არის ეს მარტივი, თქვენ ახსენეთ, რომ ორი შვილის დედა ხართ, მაგრამ მე მესმის, რომ ეს თქვენი გაცნობიერებული არჩევანია, რომ სატოვებთ ამ ორ შვილს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ალბათ, სად ვზრდით ჩვენ შვილებს, იქ სადაც არავის არაფრის უფლება არ აქვს თუ ეს დაგანონდა, ხომ? უკვე არის ქვეყანაში ისეთი ტიპის კანონები მიღებული რეჟიმის მხრიდან, რომ ჩვენ ყველაფერზე შეიძლება რამდენიმე წლით დაგვიჭიროთ. მე გისმენთ თქვენს ლოგიკას მივყვები, რომ თუ არ იქნება წინააღმდეგობა ახლა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა იყოს მორჩილი, უუფლებო, შეშინებული ადამიანი, ყველაფერთან ერთად ღარიბი და უპერსპექტივო. არის თუ არა ეს ამ ორის დატოლების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი შიში, რაც თქვენ გაიძულებთ, რომ უშიშარი იყოთ ახლა ამ პროცესში. მე სხვა სიტუაციაში ალბათ დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი და ვისაუბრებდი განათლების რეფორმაზე, პედაგოგიკაზე, ხელოვნებაზე, მაღალ მატერიებზე. მე ვერც განათლებას ვერ განვიხილავ ცალკე, რომ ეს არის პრობლემა, ვერც ცალკე ფასების ზრდას ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები, რომლებიც 400 დღეზე მეტია პროტესტში ვართ, ჩვენ ფართო ასპექტში განვიხილავთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ განათლებას რა ფასი აქვს, თუ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და განათლებულ ადამიანს არ ექნება თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ანუ ვის რა შეჭირდება მაშინ ასეთი განათლება? ჩვენ ცალკე განათლებაზე, ან ცალკე კონკრეტულ თემაზე ვერ გავაკეთებთ აქცენტს, აი დღესდღეობით, იმიტომ რომ ძალიან არარელევანტურია მხოლოდ ერთი რაღაც ვიწრო კუთხით გაშუქება პრობლემის, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად უყურებთ ამ ყველაფერს, ჩვენ თუ ეხა ქვეყანა არ გადავარჩინეთ, არც განათლებას საერთოდ, არც ჩვენი შვილების მომავალს. მე დედა, რომელიც ეხა უნდა ვზრუნავდე აბიტურიენტის დედა და რაღაც, აი, სად უნდა ჩააბაროს ჩემო შვილმა უბრალოდ. ერთი სტუდენტია ილიაუნის და ანგლისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, რომელიც, მილევად რეჟიმში დაამთავრებს ალბათ, მაგრამ ფაქტიურად გაუქმდა მისი ფაკულტეტი, ხო? ანუ ჩვენ როგორ შეიძლება ამას შვიდად უყუროთ და ამაზე არ გქონდეს რეაქცია და ერთი ცოტა ძაფრი ვიქნები დღეს მინდა ჩემს ყოფილ მეგობრებს, ჩემს ნათესავებს, ჩემს კოლეგებს მე ბევრჯერ დამიმუნათებია კიდეც უბრალოდ აზრს ვერ ხედავ ამ ყველაფრის. უბრალოდ მე როდესაც ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება ერთი წლით გამიშვებს ციხეში, არასოდეს არ მომიკითხონ, ჩემი თხოვნა არის. აი მე ამ ხალხთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, იმიტომ რომ ჩემი მდგომარეობით მე რო კონფორმისტი ყოფილიყავი, 3 საჯარო სამსახური მქონდა აი ამ არალეგიტიმური ხელისუფლების. მეც გავჩერდებოდი ჩემთვის, ჩავიგუბებდი პირში წყალს, მაგრამ მე ესე არ უყურებდი ამას, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი შვილების მომავალი და ჩემი ქვეყნის მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი დღევანდელი კეთილდღეობა. და თუ ჩვენი ქვეყანა დავკარგეთ, აი ვერც მე და დამერწმუნეთ, ვერც ის ადამიანები, ვინც ახლა ჩუმად არიან და სირაქლემას პოზიციაში არიან, ვერავინ ვერ იქნება ბედნიერი და კომფორტულად. ვერც მასწავლებელი, ვერც ლექტორი, ვერც ხელოსანი და ვერც ექიმი და ვერავინ აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სოფო რომ ისევ დავასრულებ არ აღიარებით. არ ვაღიარებ
არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც პატარა ტოქსიკური თაყვანისცემელივით იქცევა. აი რატო არ გიყვარო, არა, იხეთ ბავშვობაში რო იცოდნენ ესე და მე უკვე ძალადობაზე რო გადადიოდნენ. აი არ გაღიარებთ, იმიტომ რომ ხომ და მიხვდეთ, აი მარტო მაგიტომ უნდა მიხვდეთ, რომ უნდა წახვიდეთ. თქვენი დრო ამოიწურა, ეხლა კი არა არ გახანია. დიდი მადლობა. სოფიო როინიშვილს უსმენდით. მადლობა თქვენ. მოქალაქეს, რომელსაც რეჟიმი 1 წლიანი ციხით ემუქრება, სისხლის სამართალზე გაუშვა ფაქტობრივად, მაგრამ თუ მას უსმენდით, მიხვდებით, რომ არც აქ მუშაობს რეჟიმის რეპრესიები.